ეს არის გადაცემა დეითობანამ, გოგო დამშორდა და ლესბოსელი გახდა. მაგალითად, ეს თუ რესტორანში დამპატიშებს, მე მერე სხვა რამე დავაბალანსებ. გინეკოლოგები ძალიან გვანან მანქანის ხელოსნებს. დალე. აი, რამდენს დახარჯავდი მაგათ ქეთის. $500 იყოს. შმოტი კაცები არ მომწონს. შმოტი კაცები არ მოგწონს. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის გადაცემა დეითობანამ, სადაც წამყვანი, ანუ მე, დავეხმარები საერთოდ უცხო ადამიანებს ერთმანეთის პოვნაში. მე ოთო ვარ, მე ასე ვცხოვრობ. მე ასე ვხედავ, ჩემი სტილია. არც თუ ისე მიმართლებს ურთიერთობებში და ამიტომაც გადავწყვიტეს ხვებს დავეხმარო ამ სფეროში. მოკლედ ვიმყოფებით არაჩვეულებრივ სოულაკი ბარში. ისთვისაც ძალიან დიდი მადლობა და აქ იმყოფება არაჩვეულებრივი აუდიტორია, საიდანაც ავარჩევ ორ ადამიანს. ეს იქნება გოგო და ბიჭი, როგორც გავიგეთ ახლახანს ორი სქესი არის, მაგრამ მხოლოდ მოდი გავიცნობ რომელიმეს თქვენგან. მაგალითად, აი თქვენი სახელი? გიორგი ქვია მე. გიორგი ქვია თქვენ. დეიძე თუ დადიხარ ხოლმე? არა, იშვიათად. იშვიათად. თუ ყოფილხარ საერთოდ? ცხოვრებაში ერთხელ ალბათ. ანუ შენ გაგიმართლა ესე იგი, ერთზე იყავი და всё, ეგ არის. ეგ იყო. აღარ არის. კაი. თავხნევად გიორგი. მოდი გიორგი შეურჩიოთ წყვილი. მაგალითად თქვენი სახელი? ქეთი. შენ როგორი ისტორია გაქვს დეითებთან დაკავშირებით? გამოცდილი ხარ მაგ საკითხში თუ არც ისე? ვერ დაიწყე ყოფილვარ, მაგრამ ვერ ვნახე ჩემი სად არის. აჰა, ოკეი. მაშინ შანსი გაქვს დღეს რომ იპოვო ეგ ადამიანი. რა ვიცი, შეიძლება ბედია, რა ვიცი. მოდი. გამარჯობა. გიორგი, სასიამ. ხო. კარგად გამოიყურები ძალიან. დაიწყე უკვე. მალადეც. ხო გითხარია რა. მე დაგეხმარებით ამ დეითში, დეითობანაში და დაგისვამთ რაღაც კითხვებს. მოკლედ დავიწყებ ცოტა ისეთ ფილოსოფიური კითხვით. ვინ ხარ და რა გინდა? გიორგის პასუხი მოვისმინოთ. ვინ ხარ და რა გინდა? მე რა ვიცი გიორგი ვარ, მენთეშაშვილი. ერთ ჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც რა ვიცი ეძებს ერთ ჩვეულებრივ გოგონას. ლამაზ გოგონას. ანუ შენი ეს ქეთი არის ჩვეულებრივი გოგონა? ხელმარცხ. ჯერჯერობით მანამ გავიცნობთ ერთმანეთს, ავარაუდოთ ეგრე არა ჩვეულებრივად კი გამოიყურება, მაგრამ უკვე შეცდომა დაუშვი, მაგრამ კაი არა რაცა ურევს უკვე. რა ურევს რაღაცას. გიორგი ვარ და მინდა რომ დამეხმარო დეითის პოვნაში და რა ვიცი, ნახევრის პოვნაში. ჭირდება დახმარება როიც. დახმარება ჭირდება შენ. ქეთის პასუხი გვაინტერესებს, აბა. მოკლედ მე ვარ ქეთი კაცდაძე, 23 წლის. და დასვენება მინდა. დასვენება გინდა? ამ ყველაფრისგან. ხო, ნუ ახლა საინტერესო გამოცდილება იქნება ალბათ ეს დეითობანა. კეთილი, ანუ რატო დავიწყე ეგრე, ან ფილოსოფიურად ალბათ კითხვა გაგიშტათ. არის ერთი პოლონელი კინორეჟისორი ქშიშტოფ კიშლოვსკი. გაიგია ალბათ გიორგი. რა თქმა უნდა, კი მე. რომელმაც გადაიღო ეგეთი დოკუმენტური ფილმი, მოლაპარაკე თავები. სადაც ანუ ხალხს უსვამდა ზუსტად ამ ორ კითხვას, ვინ ხარ და რა გინდა, ხო? ეგ ფილმი რო გადაიღო, ეგ ორი კითხვას დაუსვა საკუთარ თავს და მიხვდა რომ არ იცოდა ვინ იყო და არ იცოდა რა უნდოდა. ხო და ჩემი აზრით, როდესაც ამ ორ კითხვაზე გაქვს პასუხი, ანუ ჩათვალე ბედნიერი ადამიანი ხარ. მე მაგათ შემხვდა ეგეთი ადამიანი რა, ანუ ავტობუსის გაჩერებას დავიყავი და ტელეფონით საუბრობდა ვიღაც მამაკაცი. ბოზიშვილი იყო გიოვარ დარასელია მითხარი სადახარ დედა უნდა მოგიტყნა. ანუ იცის ვინ არის და რა უნდა, ხო? ეს ამ მიდის ისიც ბედნიერი ადამიანი. ხო, მეც გისურვებთ იყოთ ბედნიერები. ძალიან დიდი მადლობა. კარგით, მოდით ზოგადად ურთიერთობებზე ვისაუბროთ. ანუ მაინტერესებს გეხერხება თუ არა
ურთიერთობების აგება, განვითარება, შენარჩუნება. მოკლედ, ასე თუ ისე მეხერხება. გეხერხება. მაგრამ მაინც ბევრი red flag-ი მაქვს ისეთი ფიჩი, რასაც ყურადღებას ვაქცევ და მე აღარ მეხერხება. მოდი გიორგი შენ მითხარი, აბა. არ ვიცი, მეხერხება თუ არა ეგეც უნდა გითხრა, იმიტომ რომ არ ვიცი, ხანდახან გამოდის, ხანდახან არ გამოდის. რავი, ერთხელ იყავი დეიტზე და. ხო და აი ხანდახან არ გამოდის უფრო. რა ხანდახან ერთხელ იყავი. ხო და ხანდახან ხშირად გამოდის რა, არა, აი მე ბევრჯერ ვიყავი, მაგრამ უფრო ხანდახან არ გამოდის. შენ ბევრჯერ იყავი, მაგრამ რა? ანუ ტრაგიკულად სრულდება. მაგალითად ერთი ეგეთი როგორი იყო? მოკლედ, ესე გავიცანი ინტერნეტით, ინსტაგრამით რაღაცა. ინტერნეტით. ანუ ინსტაგრამზე გავიცანი. ხო. და უნდა შევხვედროდი, მაგრამ არ ვიცი. შენ დაიმატე თუ აქეთ დაგიმატე? აქეთ დავამატა. აქეთ და ანუ სახედე ძალიან ადეკვატური იყო და მოწერითაც ადეკვატური. ხო, გელი ქონდა ავატარზე. ძალიან ადეკვატური ბიჭია ჩემს. არ სვავდა, არ ეწოდა და არ თამაშობდა. ეგ ფოტოთი მივხვდი ამას. ანუ ეს სამივე ასეედო მაგიდაც და მე არა. კი. ხოდა მეთქი ისე ძალიანაც არ მომწონდა რომ რაღაც ისე შევხვედროდი, მაგრამ თან მინდოდა მენახა. და რაღაც ნეიტრალურ ადგილზე პარკში შევხვდი. და ეგრე გითხრა ხო ანუ სად შევხვდეთო კითხე და ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევხვდეთ. ნახევარი შენ მოდი, ნახევარს ნემო. არა, თვითონ მოვიდა. გდანში მოვიდა. ვერ ვიცანი, მაგრამ რომ ვიცანი უკვე ძალიან გვიანი იყო, იმიტომ რომ მანქანამ გაიტანა, ა? არა. მოკლედ ძალიან დაბალი იყო რა. ძალიან დაბალი იყო. კი და არც ჩვენი გიორგი უმაღლესია. ხო და თვითონ ვერ მიხვდა საერთოდ არც აწუხებდა ეგ ანუ მე კი არ ვამბობ რომ უნდა შეგაწუხოს. მე არ მაწყ. არა, არ უნდა მაგრამ ჩემთვის იყო ეგ დისკომფორტი. და ჩემდა ქალებს მივწერე და დამირეკეს რომ ავარიაში მოყვნენ და წავედი სახლში. მეც რომ როგორც ვახსენე არ მიმართლებს რა ურთიერთობებში და ერთხელ საერთოდ გოგო დამშორდა და ლესბოსელი გახდა. განვითარებულა შენს. და დაშორების დროს მითხრა რომ ანუ არასაკმარისად მამაკაცური ხარო რა. ანუ ნათიაზე მამაკაცური რანაირად არ ვარ ხო? მაგრამ მე ნათიას ფოტოები ვნახე და ხო. კაი ძმაო. კარგით, რა მაინტერესებს იცით, ანუ დეიტინგ აპლიკაციებს თუ იყენებთ? ან იყენებდით? ან გამოიყენებთ? ტინდერი მქონდა каранტინის დროს. ტინდერი ქონდა каранტინის დროს. შესანიშნავი პერიოდია ტინდერისთვის. რაში იყენებთ ტინდერს მაგ დროს? არავის არ ეცალა რომ ვენახე და იმათ წერდი ხოლმე რომ ანუ გავერთობთ. ანუ სულ ეგ იყო ხო? ანუ სულ უბრალოდ ვიღაცებს წერდი ხო. დროს კლაუდი ასე ვთქვათ. კი. გიორგი შენ რას მეტყვი? მე ბადო იყო ესეთი რა. ბადო? ბადო, ხო. გეებისთვის რო არის? არა. ბიჭო, არა, ყველა არის. რა ბადოზე ყველა არის. ხო, ერთი დღით ხონდა რა. ხო, მე ამომეწურა ლიმიტები. ერთი დღით რატო ქონდა? ვინები ხართ ბადოზე? ამომეწურა და გავუხმი მე რა. მე ფული ღირდა. რამდენი ხანი ხმარობდი? ფული ღირდა და რამდენი ღირდა გიორგი? ბატონო ფული ღირდა და გავაუქმე რა. პედია ვითომ, მაგრამ $5-იო. ცოტა მეტ. დიდი ხანი ქონდა ეგ ბადოს საკო. ერთი დღე. ერთი დღე ქონდა? ხო, 6 გული მქონდა, ამომეწურა ეს გულები და მე გავაუქმე. ფეტიში მაინტერესებს თქვენი. გაშრაყე. ანუ მაინც და მაინც დალიე, შენია. გავხურდეთ. და ლეო. არა. კაგიმარჩ. დალეო შეკალო. ახლა ის უნდა კიდე ვაშტაგე პირი მაიკეთე. ხონდა სადღაც ვიჭერს. გოგოებში ვიცი რომ გავრცელებული არის ანუ ხელების ფეტიში რა ანუ არ აქვს მნიშვნელობა. არა? თავარია დაბალი არ იყოს. თავარია დაბალი არ იყოს. დიდი მადლობა გიორგი. არა, ხო.
ეხა მაღლები მაცვია მე და შეგვიძლია ხო, მაგრამ არა ხო მომიყევით ყველაზე ცუდი დეითის შესახებ რაც გადაგხდათ თავს და შემდეგ მითხარით თქვენი იდეალური დეითი როგორი იქნებოდა არ ვიცი, პირველი იყო და ალბათ პირველი ყოველთვის პირველი საბეჭდილება და პირველი, რა ვიცი, შეხვედრა მისვლა მოსვლა გოგოსთან უფრო ისე დასამახსოვრებელია, იმიტომ მეორე არ მქონია და ვერ გეტყვი, პირველი მაგიტო არის ყველაზე კარგი რა ჩემ. სიტყვა დეითი არ ვარ და მისვლა მოსვლა და ვარ ხო. ზოგადად საპირისპირო სქესთან შეხვედრა კაი დეითი არ დავარქვა თან. გავლა, გვერდით გავლა. რამე ეგეთი უცნაური გავლა გამოვა. იმ გოგოსთან გავივლი ახლა. ნახე? გამივლია კი არა, დაჟე გამიცილებია, სახლამდე მიმიცილებია. რას გავივლიდი? სახლამდეც მიმიცილებია. ხო. ჩუმად აედევნე უკან. ბრავო. შენი იდეალური დეითი. ბიჭო, მე ზოგადად ხალხმრავალი ადგილები არ მიყვარს რა. სავარაუდოდ გოგოსთან წავიდოდი სადმე წყნარ, 7 ადგილას, ვარსკვლავით მოჭერილი ცაზე. აქ სადღაც რესტარტის ბლოკი იყო, რა. არც კლუბში. მოიცა? მე მელაპარაკე, მე იმას ეგ არის. არც ბარში, არც კლუბში. ანუ ვერ ვაგებინებ რა, გოგო ჩემს სათქმეს რა. ხო. დანამაზი თვალები გაქვს, ა? დანამაზი თვალები, ა? აი დაიკიდე. კაცებო, ეგეც სიწყნარები მიყვარს რა უფრო. ერთ წამი ამას ვერ მოყვები. ფოტო ვერ მოყვები. აუ, ნახავს და ძალიან ანუ განა რა, ეხა მკიდია რა. მით უმეტეს მე. მეცოდება, მაშინ შემეცოდა და არაფერი ვთქვი. უკვე ძალიან საინტერესოა, მიდი აბა. აი, მე ამომიჭერი და ამოგიჭრი, აი. აი, ეს და ლევ. მოკლედ ესე დეითი არ იყო, უბრალოდ გავლა იყო, ესე ნახვა, როგორც გიორგი დადის ხოლმე. გასეირნება იყო ესე, წავედი ამ ბიჭთან ერთად და ძალიან ესე სადმე წასვლა არ მინდოდა, ან რესტორანი რაღაცა ესე და წავედით თემქაზე რო არის მეფეები თუ რაღაც რო არის რა, თუ იცით. ხო და ანუ მანდ არ ვიყავი ნამყოფი, რო ავხედე ამ აურაცხელ კიბეებს. მეთქი მე აქ ვერ ავალ რა. ან ძალიან ბევრი, აი. ხო. ხო და ანუ მე ბევრ კიბეს. არ მინდა ეს მაფორმებ ხო მე მგონი. ხო და რო შევხედე ამას მეთქი მე აქ ვერ ავალ თქო რა. და ანუ წინადება დასრულებული არ მაქვს, უკვე სადღაც ჰაიში. აქ გამოჩნდა გიორგი და დალევ. დალევ. ბიჭმა მოკლედ ამიტაცა უცებ ხელში და მიმარბენინებს, მაგრამ ეს ზევით ხო ამიტაცა და უცებ ანუ ეს ჩემი აღმაფრენა დასრულდა და აღმაფრენი. ანუ უცებ ხვდები რომ ანუ დედამიწა მძლევს თქვევით. მიზუძულობის. კი, და ანუ გავუვარდი. ამ კიბეებზე დავუვარდი. და მოკლედ მეთქი არა უშავს თქო, არ გაჩერდა. ანუ კიდე ამიყვანა და კიდე დავუვარდი. და ანუ ბოლოს დავნებდი მეც და თვითონაც ასე მიმათრევს, აი მე შენ აიყვანე ხო ანუ ბოლოს გავითიშე და მიმათრევს. მოდი გასწავლო. აი არა ბოლომდე, აი ხვნეშით, ანუ სახეზე ვეიტყობოდა რომ თვითონაც აღარ უნდა დაიყოფნა, მაგრამ უკვე პრინციპის საკითხი იყო. მაგროს ხვირთმა ჩაისუნ თქო პირით გამოუშვა. ძალიან მინდოდა სახში. სახში წამომიყვანა. ჯერ გზაში რაღაც საოცრად მეუბნებოდა. სახში რომ მივედი, ანუ ჩემდა ქალებს დავურეკე და ფოტოები ჩავუგდე, ვიყავი ნაცემი. აქ ნეკნი მქონდა, ანუ გაწითლებული და გაკაწრული თუ რაღაცა მჭირდა. ხელზე მქონდა სილურჯე. და ამის მერე კიდე გაბედა და მომწერა რომ მძიმე იყავიო და მაგიტო დამივარდიო. ანუ ორჯერ დავუვარდი. კიდე ამიყვანა. მე ანუ იქ მანქანაში რომ ეს რა ქვია რაღაც ძალიან ცუდად დაატორმზა თავი მივარტყი მანქანის იმას რაღაც. გაულახი ხარ ადამიანს. ან ჩვეულებრივად აი ნათრევი, ნაფორთხიელები მივედი სახლში. და კიდე იყო იმის ამბიცია რომ მოეწერა ჩემთვის რომ ანუ მძიმე იყავიო. მე მოგწერა ხო? ხო არ გავიდეთ სადმე? ანუ აჟე რა მოუწერო მძიმე იყავიო. მაქსიმალურად აბა ბიჭო აბა მე ეგრე არ ვიზავ. ან მაგის მერე კონტაქტი არ ქონია ხო მაგ ადამიანთან? ხო. კი. არა. ამოჭერი. კაი, ოკეი. შენი იდეალური დეითი როგორი უნდა იყოს? მოკლედ,
მე ეს კინოში და სიწყმარე და ნუ კინოში რა ზოგადად სიწყმარე და რაღაცები არ მინდა. უფრო როგორ უხდებით ერთმანეთს? უფრო მომეწონება რაიმე აქტივობა რო იყოს მაგალითად ძალიან მიყვარს კარტინგები ან ნუ განათდი ხა ძალიან. მესმის. ანუ ყველა გოგოს ეგრე უნებოდი ხო? მე მესმის. ბორჯომი რომ მოუტანოთ ამ ახალგაზრდას. ისეთი ისტორია მოყვა რომ ეგრე უნდა მეთქვა მესმის შენ. ხო, ანუ რაღაც ცოტა ისეთი აქტიური რა, რომ კომუნიკაცია იყოს და აი ესე ვთქვათ, კინოში არ წავიდეთ და კინოს არ ვუყუროთ და მე მუნჯებივით არ ვიყოთ. სადმე კიბეებთან. ხო, ექსტრემალური რაღაცებიც მიყვარს გითხარი კარტინგები და რაღაც მეთქი. თუ არ დამაგდებს, ძალიან გამიხარდება მართლა. აღარ შემიძლია. ჩემზეა საუბარი? ნაზი. ანუ აყვანა შენზე საერთოდ რა საუბარი გიორგი? დიდი ხანია. დალევ. დალია მიწი. უთქვეგინასვარი. კაი, დეიძე ზოგადად ბიჭი უნდა დაიხარჯოს თავი და ბოლომდე თუ უნდა გადანაწილდეს? არა, სავარო მე ბიჭი ალბათ. ბიჭი უნდა შენ ბიჭი რო ხარ ვიცი ხო? სხვა კითხვას გეც. უნდა დავიხარჯო თუ არა? ხო. კი, სავარაუდოდ ეგრე. მე ეგრე ვუყურებ. აი, რამდენს დახარჯავდი მაგათ კეთიზე? კეთიზე რამდენს? $500 იყოს. $500? კი. კაი, კეთ შენ რას ფიქრობ? ბიჭი უნდა დაიხარჯოს, კი? ხო. ანუ უნდა დამპატიჟოს. უნდა დაგპატიჟოს. იმიტომ რომ აი ეს გაყოფა, ეხა ანუ 30 ლარი და 67 თეთრი რო გადამარიცხინოს თანხის მოთხოვნით. კროკობეძზე. ერთკვირაში უოჭროდი გიგზავნიან. ანუ ეხა ძალიან ისე გამოვა და შემდგებიან ამ კომენტარებში, მაგრამ მაგალითად ეს თუ რესტორანში დამპატიჟებს, მე მერე სხვა რამით დავაბალანსებ. დესერტზე დავპატიჟებ. $1000 დავხარჯე. $1000. გაიზარდა. გაიზარდა. ზოგადად რა საქმიანობ და ანუ რითი შოულობ ფულს? დავიწყოთ შენით, მაგალითად $500 რო გაქვს. სცენარისტი ვარ. სცენარისტი ხარ. დიახ. რას წერ? იუმორისტულ სცენარებს. კაი, საუკეთესო ხუმრობა რას დაგიწერია? დალევ. განათლება რისი გაქვს? ჟურნალისტი ხარ. დიახ. ანუ იუმორისტობა გაქვს. სადღაცას. ჩემზე რომელი კამერა მუშაობს ახლა რომ მითხრათ? და შენ გითხარი რა საქმიანობ, რით შოულობ ფულს? OnlyFans-ი არ ითვლება. I wish. მოკლედ, სამსახურს არ ვიტყვი ესე, მომსახურების სფეროში მუშაობ call center-ში და თუ ახლა გჭირდება ვინმეს ვაკანსია აქვს ახლა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა მაქვს დასრულებული 4 წელი ვისწავლე, ბაკალავრი. შემიძლია დავტოვო ეს სამსახური ეგრევე და წამოვიდე. ძალიან კარგი კადრი ვარ, მართლა. გთხოვთ. კი და ანუ მარტო სამსახური გითხრა თუ ჰობი და რაღაცა დაბაინტერესო. განათლება სად მიიღე? თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ფაქტობრივად მომსახურების სფერო არის. ამბობენ. მეც სამედიცინო დავამთავრე. მართლა? კი. დავამთავრე. ხო, დიპლომირებული მედიკოსი ვარ და მაგ დროს მივხვდი, რომ გინეკოლოგები ძალიან გვანან მანქანის ხელოსნებს. რატო? გია! მოდი შემიხედე. გიას რომ მოდის ესეთ. აბა რა გვაქვს? რთული ამბავია. წვეთავს. ხვალ მოდი ძმაო. მან დეგრე უნდა უთხრას. გიჟდები ჟურნალისტებზე. სხვანაირი უმორი აქვს საერთოდ. კაი, მითხარით თქვენი red flag-ები და green flag-ები. ჩემი თვითონ თუ მე რა red flag-ი არის, короче, ანუ რო არ მოგწონს რაღაცები, ანუ ეგ ადამიანში რაღაცები, ანუ რო green flag-ი. გავაგზავნოთ. ხო. ჩვენ თავში რა გვაქვს ესეთი თუ სხვაზე რას ვამჩნევთ ამ შენ თავში. ანუ შენი red flag-ი რა არის სხვისთვის შენი აზრით? არ ვიცი. არა? არ ვიცი და რა ვქნა ჯერ იმას კითხე.
Red flag-ი როგორ არის გოგო? აი მოკაცო, ალბათ ძალიან ჯიუტირო ვარ და ანუ რასაც აი როგორც მე მომინდება ისე რომ უნდა იყოს. აი ეგ არის red flag-ი ჩემი აზრით. სხვაში რას ხედავ red flags? კაი, კაცებზე გეტყვი, მოტი კაცები არ მომწონს. მოტი კაცები არ მოგწონს. საკმარისია $500. იუმორი გზნობას როგორ შეაფასებ გიორგის? ეხა ამ ყველაფერს თუ ხუმრობს, ძალიან კარგია. აი მდალეთ. ანუ მართლა ეგეთი თუ ხარ? რას ბოდიში ბრატ. ანუ როგორ თვლი, რა არის შენში red flag-ი, რითაც შეიძლება არ მოეწონა მეორე ნახევარს რა? აი ეგეთი არ მაქვს. ეგე? უებ. იტყუება. ნახოთ. ანუ არ მაქვს ეგეთი. მაქვს, ანუ იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ არ მაქვს ეგეთი რამე, რაც შენ არ მოგეწონება ჩემში ეგეთი არაფერი, არც მე რაც არ მომწონს ეგეთი არ მაქვს. ხებს რა არ მოწონდათ ერთი დეითი რო ქონდა მარტო. მე ანუ არ მივსულ არ იქამდე რომ რამე არ მოწონებოდათ. სადამდე მიხვედ? ადამიანამდე. დავლივოთ მაშინ რა ვიცი, დალოცეთ ერთმანეთი. მიდი ხა ის. გავცვალოთ? ხო, მიდი. მოგეწონდა. აი მე როგორ უნდა და შეხებ? გაგიმარჯვეს. მადლობა. გამიხარდა შენი გაცნობა ამ ადამიანის დამსახურებით. რა ქვია? თქმა უნდა, მაგრამ რა ქვია? მაკა. მაკ. სო. მაკა. სოფო იყოს. მაკა. ანუ მართლა რა ქვია? არ ვიცი, არ მაქვს. სად ხარ? სადავარ და სოუ ლაკი ბარში. ეს ვიცი ძმა. всё. ხო, შეგარი. ვარა. მადლობა ოთო. გაგიმარჯვეს, მართლა კარგი გოგო ხარ. სასმელი კაია და. მომეწონა. სასმელი კარია, ბიჭზე რა გითხრა. მაყურებელს მინდა მივმართო, გამოიწერეთ ჩემი არხი. დაალაიქეთ, მოიწონეთ, გააზიარეთ, რა ვიცი, დააკომენტარეთ, როგორია მოგწონთ, არ მოგწონთ, ყველაფერი დაწერეთ. მე მოგისმენთ, შევასწორებ ხარვეზებს, დავდებ, მე ისევ არ მოგეწონებოთ და ასე შემდეგ რა. ზოგადად ანუ რო შეაფასოთ. ეს თქვენი დეიტი. წახვიდეთ თუ არა რეალურად დეიტზე ერთმანეთთან. აუ, სიამოვნე, მე ვწდიდი რა. კაი, ანუ შენ წახვიდოდი ქეთისთან დეიტზე. კი, ანისთან. კი, აუცილებლად რა, მე თანახმა ვარ. ოკეი. შენ ასე მეც წავიდოდი, ოღონდ ნუ ინტერესი მაქვს, რომ ანუ მართლა ესეთია. მაგის დასადგენად ალბათ. ძალიან კარგი, ძალიან კარგი დეიტობანა გამოგვივიდა. დიდი მადლობა გიორგის, დიდი მადლობა ქეთის, დიდი მადლობა So Lucky Bars. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისათვის. ველოდები შემდეგ წყვილს და რა ვიცი, შეხვედრამდე.